შეგინიშნია ეს, რაც უფრო მეტად მისდევ რაიმე სიყვარულს, წარმატებას, სიმშვიდეს, სიუხვეს, თითქოს მით უფრო შორს იწევს. თითქოს გარბის მაშინვე, როცა ცდილობ დაიჭირო. ეს იმიტომ ხდება, რომ სამყარო დევნაზე არ რეაგირებს, ის პასუხობს მიზიდვას. როცა რაიმეს მისდევ, შენი ენერგია თითქოს ამბობს. მე არ მაქვს ეს, მე მჭირდება, მე ვგრძნობ ნაკლებობას. და სამყარო ზუსტად ამ მდგომარეობას გიბრუნებს უკან, კიდევ მეტი დისტანცია, მეტი დეფიციტი. მიიზიდავ მაშინ, როცა მშვიდად ხარ, როცა არ გჭირდება, არამედ მზად ხარ მეიღო. შენი ენერგია სიუხვით ივსება. მე უკვე ვარ ამ მდგომარეობაში, მე ვიმსახურებ, მე ვარ საკმარისი და სწორედ ეს ვიბრაცია მიიზიდავს იმას, რასაც ეძებ. არა იმიტომ, რომ ხარ საჭიროებაში, არამედ იმიტომ, რომ ხარ თანხვედრაში. საქმე იმაში არ არის, რომ არ იმოქმედო, საქმე იმაშია, საიდან მოქმედებ. შიშიდან თუ რწმენიდან, დეფიციტიდან თუ სიმშვიდიდან. დატოვე დევნა, არ გაიგიდო არაფერს. არა იმიტომ, რომ შენ აღარ გინდა, არამედ იმიტომ, რომ აღარ ცდილობ ძალით მიაღწიო იმას, რაც ბუნებრივად შეიძლება მოვიდეს. გაიხსენი იმ სიუხვისთვის, რაც უკვე შენშია. გახდი ადამიანი, ვინც მზად არის მიიღოს. არა იმიტომ, რომ რაღაც აკლია, არამედ იმიტომ, რომ უკვე სავსეა და სწორედ მაშინ, როდესაც აღარ ითხოვ ცალით, როდესაც აღარ ებრძვი გზას, ყველაფერი იწყებს მოწყობას ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს. მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ ჩემს TikTok-ზე დავწერე, რომ შიგადაში გავაკეთებდი ხოლმე მსგავსი ტექსტების განხილვას, განვრცობას და ეს იქნება ერთ-ერთი ტექსტი, რომელსაც ამ აუდიოში უფრო განვავრცობ, რომელსაც გეტყვით ჩემს ასრს, ჩემს მოსაზრებას, რადგანაც ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, კარგი იქნება ამ ყველაფრის განვრცობა. ხშირად ხდება ხოლმე, როცა ადამიანებს ძალიან სურთ რაიმე კონკრეტული, ისე სურთ, რომ ჩახვეული აქვთ ეს უკვე და მიწებებული არიან, ასე ვთქვათ, ამ სურვილზე, ხელავენ შემდეგ ამ ყველაფერზე და ფიქრობენ ყველანაირ ვარიანტზე, აი რო არ გამოვიდეს, ან როგორ უნდა გამოვიდეს, როგორ უნდა მივაღწიო და ნერვიულობენ ხოლმე ამასე ძალიან, შემდეგ ურთულდებათ ხოლმე ამ კონკრეტული სურვილის ასრულება და ესეთ შეგრძნება აქვთ ხოლმე თითქოს რაც უფრო მეტად ფიქრობენ ამ სურვილზე, მით უფრო ჭიანურდება კონკრეტული სურვილის ასრულება. ეს იმიტომ ხდება, რომ სამყარო დევნაზე არ რეაგირებს, არის მოხსენიებული ტექსტში, ის პასუხობს მიზიდვას. ანუ თქვენ კი არ უნდა სდიოთ უკან სურვილებს, თქვენ უნდა მოიზიდოთ და იზიდავთ თქვენ ვიბრაციებით, თქვენი ენერგეტიკით. იმით თუ რას ვიბრირებთ, რა სახის ვიბრაციები გაქვთ და რა სახის ენერგეტიკა გაქვთ თქვენ თვითონ. თქვენ როცა ნერვიულობთ რაიმეზე, რომ აი არ გაქვთ, ან როცა რაღაცაზე ძალიან მიწებებული ხართ და ბევრს ფიქრობთ, აი როგორ უნდა გამოვიდეს, გამოვა თუ არა, ნეტა ასე, ნეტა ისე, ამ შემთხვევაში ხო თქვენ ასხივებთ დანაკლისს, რომ სამყაროს ეუბნებით ამით, რომ რაღაც კონკრეტული არ გაქვთ ჯერ. და დანაკლისს როცა ასხივებთ, რასაც ასხივებთ და რა ვიბრაციებზეც ვიბრირებთ, იგივეს იზიდავთ, ხო? ანუ ისევ დანაკლისს თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ ჭიანურდება ხოლმე კონკრეტული სურვილების ასრულება ზოგჯერ, როცა ადამიანი ამ სურვილზე, ასე ვთქვათ, ძალიან არის მიწებებული და დღე და ღამე იმაზე ხელავს, როგორ შეიძლება ასრულდეს ეს სურვილი. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ სურვილზე აღარ უნდა იფიქროთ საერთოდ, რა თქმა უნდა იფიქროთ, უბრალოდ უნდა იყოს თქვენში უფრო მეტი რწმენა, უფრო მეტი შინაგანი სიმშვიდე. მე გეტყვით ჩემს მაგალითზე, რომ როცა ვეცადე ყველანაირად, რომ დამშვიდებულიყავი შინაგანად, გამეზარდა ჩემი რწმენა, ამ ყველაფერში მეხმარებოდა კონკრეტული აფირმაციები, რომელსაც ვიმეორებდი დღეში ძალიან ხშირად, რომ მე საუკეთესო ვარ, რომ მე საკმარისი ვარ, საუკეთესოს ვიმსახურებ და ასე შემდეგ. ეს თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება ადამიანს, შესაბამისად იმატებს რწმენაც და იმატებს შინაგანი სიმშვიდეც. როდესაც ვიმუშავე საკუთარ თავზე, მოვიდა საოცარი ენით აღუწერელი შინაგანი სიმშვიდე და რწმენა,
და ვთქვი, რომ დიახაც საუკეთესოს ვიმსახურებ და ისეთ შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ჩემი სურვილები უკვე ასრულებული იყო და თითქოს უკვე ყველაფერი მქონდა, რაც მსურდა. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ უნდა იფიქროთ საკუთარ სურვილებზე, რა თქმა უნდა, სასურველზე, რაც გსურთ, მაგრამ არ უნდა იფიქროთ ნეგატიური პოზიციიდან, ანუ დანაკლისის პოზიციიდან არ უნდა იფიქროთ, უნდა იფიქროთ სიუხვის პოზიციიდან, რომ ხართ საკმარისი, რომ უკვე თითქოს გაქვთ ის ყველაფერი, რაც გსურთ და უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რა შეგრძნებები გექნებოდათ, აი მართლაც რომ გქონდეთ სასურველი. ანუ სისავსიდან უნდა დააფიქსიროთ თქვენი ყურადღება თქვენ სურვილებზე. როცა ასე მოვიქეცი, ძალიან მარტივად ასრულდა ჩემი სურვილები და ძალიან ჰარმონიულად. ან ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, საკუთარი თავის რწმენა, რომ დიახაც საუკეთესოს ვიმსახურებთ. რატომაც არა, თითოეული ადამიანი იმსახურებს ყოველივე საუკეთესოს. სიუხვით არის ეს ცხოვრება სავსე. და უნდა იყოთ შინაგანად ჰარმონიულები, სიმშვიდით სავსე და უნდა გწამდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კიდევ ნდობა. ფილმ საიდუმლოშიც არის მოყვანილი, რომ როცა ხამით მანქანით მიდიხართ გზაზე, ხო, მთლიან გზას ვერ ხედავთ. რაღაც გარკვეულ ნაწილს ანათებს, ხო, მანქანის შუქი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ მაგალითად 5 მეტრის შემდეგი 5 მეტრი არ გამბოჩნდება, ხო? ცხოვრებაშიც ასია და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, თუნდაც სურვილების ასრულებისკენ მიმავალ გზაზე ასია, რომ ეს ეტაპობრივად ჩნდება გზა. შეიძლება უცებ ვერ ხედავდი ადამიანი მთლიან გზას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ცუდად მიდის ან რაიმე ფერ ხდება. არა, ეტაპობრივად, ჰარმონიულად მოვა ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. ის რომ შეიძლება დღეს ვერ ხედავდეთ რა როგორ რა გზებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სურვილი ან არარეალურია, ან ვერ შესრულდება, ან ძალიან დიდია, ან რაიმე მსგავსი. არა, ეს არის სრული აბსურდი. საზღვრებს აწესებთ თქვენ თვითონ თქვენ გონებაში, რამდენის მიღწევა შეგიძლიათ და რა სიმაღლეზე შეგიძლიათ ახვიდეთ. თორე ისე საზღვრები არ არსებობს. ადამიანს შეუძლია ძალიან ბევრ რამეს მიაღწიოს. და რაც უფრო მარტივად და ჰარმონიულად მიუდგებით ყველაფერს, მით უფრო მარტივად და ჰარმონიულად წავა თქვენი ცხოვრებაც და აისრულებთ თქვენს სურვილებსაც. იმედი მაქვს გასაგებად გადმოეცი ჩემი სათქმელი, არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა ეს კონტენტი, გამახარებს თქვენი აზრიც კომენტარების ველში, რა თქმა უნდა. თუ იქნება კარგი გამოხმაურება, სავარაუდოდ გავაგრძელებ უფრო გრძელი აუდიოების ჩაწერას. წარმატებებს გისურვებთ, სიყვარულით, ნენეთე.